გავამზადე ქათამი, უნდა გავაკეთო ჩქმერული. ცოტა სხვანაირად, აი რღუმელში მინდა შევწვა ეს ქათამი და ვნახოთ როგორი გამოვა. აი ასე გამოიყურება ჩვენი ქათამია ერღუმელში. ეხლა ჩავრთავ, დაველოდები. სანამ ქათამი მზადდება ერღუმელში, ამასობაში კარაქთან ერთად მოვწვათ ნიორი, ხახვი არა, ნიორი. ამას შემდეგ რძეს დავამატებ, ცოტა მარილს. წიწაკაც თუ მწარე გვიყვარს. აი ასე დაიბრაცა ჩვენი ქათამი. ახლა ეს უნდა გადავიტანოთ ტაფაზე. ამასობაში ნიორი ასწრია, ახლა ამას დავამატებთ რძეს. დაყინული იყო რძე და კიდევ ბოლომდე არ ყოფილა გამდნარი, არა უშავს ეს ჩადნება. საყინულში მქონდა რძე შენახული. აი ასე გამოიყურება ჩვენი ჩქმერული დუღს. ეხლა დავუწევ ძალიან დაბალზე და ახლობით 10 წუთი ვადუღებ, რომ გემოები გაუჯდეს და მორჩა.